მოგესალმებით, ვკითხულობ ციტატას. ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოვოს. ეს არის ამონარიდი ევროკომისიის ახალი მეტაკვლევიდან, რომელიც ეხება ეკონომიკურ თუ სტრატეგიულ უსაფრთხოებას ევროკავშირის და საქართველოს როლი გამოკვეთილია ცალკე და მნიშვნელოვნად მთელს ამ კვლევაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ევროკავშირისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების შუა დერეფნის განვითარების და როგორც ერთ-ერთი მთავარი მიწოდების არხი ევროკავშირში აზიური ტვირთებისა, განსაკუთრებით ცენტრალური აზიის და სხვა ტვირთების. ეს არის ის სტრატეგიული როლი, რომელიც საქართველოს როგორც სახელმწიფოს და საქართველოს სახელმწიფოში კონკრეტულად ანაკლიის ღრმაწვოვან პორტს მიანიჭა დამოუკიდებლად ყველა პოლიტიკური პროცესისა ევროკომისიის კვლევა. ამ კვლევის ფონზე დღეს იწყება ოფიციალურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში და ეს ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის დელეგაცია მთლიანად გვერდსაულის საქართველოს. საქართველოში JD Vance არ ჩამოვა, საქართველოს შეწყვეტილი აქვს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მტრად აცხადებს შეერთებული შტატებისა და ევროკომისიის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს. აი ამ ვითარებაში, როდესაც კავკასია ძალიან ნათლად ყველასთვის, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის გლობალური პოლიტიკური ძალების ინტერესის საგანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იმ ახალ უსაფრთხოების სურათში, რომელიც იხატება. აი ამ ვითარებაში საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ ქვეყანას ალაგებს სოფლიოს ისტორიაში და დღეს ყველაზე პირსისხლიან გლობალურ ძალასთან, რუსეთთან ერთად ახდენს ჩვენს იზოლაციას და ის რკინის ფარდა, რომელიც დიდი ალბათობით კიდევ ერთხელ დაეშვება რუსეთსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის, საქართველოს მოქმედი მოღალატეობრივი ხელისუფლება აი ამ რკინის ფარდის დაშვებას აპირებს საქართველოს საზღვრების ქვემოთ და საქართველოს მოაქცევს რუსულ იზოლაციონიზმში. ანაკლიის ღრმაწვოვანი პორტის პროექტი. ეს არ არის უბრალოდ ერთი რიგითი პორტი. ანაკლიის ღრმაწვოვანი პორტი შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოს სატრანსპორტო, იქნება სარკინიგზო თუ საგზაო ინფრასტრუქტურა. ნიშნავს, რომ ევროკავშირისთვის მიმართული ტვირთები და ის ტვირთები, რომელიც ევროკავშირისკენ, აზიისკენ მიდის, უსაფრთხო გზას გაივლის. ეს არის ერთადერთი რეალური შანსი, რომ საქართველოს მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის რეალური ქმედითი ნაწილი გახდეს. ერთადერთი შანსი, რომ ეს ქვეყანა აი ამ სიღარიბიდან ამოვიდეს, რომ ამ ქვეყანაში 800,000 პენსიონერი საჭმლის გარეშე არ ამთავრებდეს თვეს, ქვეყანაში რომელშიც 700,000 სოციალურად დაუცველი ყოველ დღე არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, სასკოლო ინვენტარი უყიდოს თავის შვილებს თუ საჭმელი. აი ამ უკიდურესი სიღარიბიდან ამ ქვეყნის ამოსვლის ერთადერთი გზა ეს არის ამ ქვეყნის ჩართვა საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვით. და ანაკლიის პორტის გარეშე ეს უბრალოდ აუსრულებელი ოცნება იქნება თაობების საქართველოში. ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ ქართული ხელისუფლების დაუღალავ გაუთავებელ მცდელობას, რომ საქართველოს დააკარგვინოს ყველა საერთაშორისო როლი. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საქართველოს როლს არ საზღვრავს არც ევროკავშირში, არც დასავლურ სამყაროში. ჩუმად იზოლაციონიზმით, უბინძურესი პროპაგანდით საქართველო ხდება არა სუვერენული ავტოკრატია, არამედ ჩვეულებრივი სატელიტი, ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც პუტინის რეჟიმი თავის გარშემო ქმნის იმისთვის, რომ ბუფერული ზონა შეიქმნას. დღევანდელი ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს როლი განსაზღვრა რუსეთის ბუფერულ ზონად, როდესაც ევროკავშირი აი ამას წერს ამ კვლევაში, რასაც წერს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზა ეკონომიკური განვითარების შუა დერეფანში და შეერთებული შტატები ამიერკავკასიაზე უდიდეს იმედს ამყარებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დერეფანზე. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სომხეთი, აზერბაიჯანის ის სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ახლა მიდის ლაპარაკი, სრულფასოვანი ვერ იქნება საქართველოს გარეშე. და ის ტყუილი, რომელშიც ახლა ქართული ოცნება გაცხოვრებთ, რომელიც გეუბნებათ, რომ თურმე საქართველოს როლი არა გლობალურ თამაში და ჩუმად უნდა იყოს, არის ის უბედურება, რომელსაც ჩვენი და შემდგომი თაობები ამ ქვეყნის წინაშე ძალიან მწვავედ აზღვევენ. ამიტომ მნიშვნელოვანი არის სასწრაფო ცვლილება იმისთვის, რომ ერთი
საქართველოს გაჩნდეს მსოფლიო ვაჭრობის რუკაზე ანაკლის ღმერთწვოვანი პორტის მშენებლობით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. 2. საქართველოს მაღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და გააგრძელოს ევროინტეგრაცია ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირში და 3. დასრულდეს ის საგარეო იზოლაცია, რომელიც აი ამ ცვლილებების და გარდამტეხ ეპოქაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, საქართველოს აქცევს მთლიანად ერთ ვიწრო პროვინციად რუსეთის იმპერიის ქვეშ.